გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ანუ სავაჭრო საიდუმლოებების დაცვაზე. თანამშრომლები და პარტნიორები ზოგჯერ არა მხოლოდ მოგონებებს იტოვებენ თავისთვის, ისინი ხშირად წაიღებენ ხოლმე ჩვენგან კონფიდენციალურ ინფორმაციასაც. ინგლისური კანონი უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დროულად იმოქმედებთ. კონფიდენციალურობის დარღვევის არჩევი მოიცავს კლიენტების სიებს, ფასებს, პოლიტიკას, ტექნიკურ ცოდნას და ბიზნეს სტრატეგიას. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აკრძალვის ორდერი, დაავალოს მასალების დაბრუნება და დააკისროს ზარალის ანაზღაურებაც კი. მაგრამ რა ითვლება კონფიდენციალურობად? არა ყველაფერი, ეს უნდა იყოს ინფორმაცია, რომელსაც აქვს ფასი, არ არის საჯარო და ჩაითვალა კონფიდენციალურად. კარგი დაცვა დამოკიდებულია მტკიცებულებებზე. ეს იყოს შეიძლება კონფიდენციალურობის შეთანხმებები და შიდა კონტროლი და მათ გარეშე განხორციელება რთულდება. არ დაელოდოთ, სანამ გაჟონვა თქვენთვის ბიზნეს არალს გამოიწვევს. დაიცავით ინფორმაცია თავიდანვე და იმოქმედეთ, რაც შეიძლება სწრაფად. თუ ვინმე წაიღო ან არასწორად გამოიყენა თქვენი ბიზნეს ინფორმაცია, აუცილებლად დაგვიკავშირდით Lowlex Solicitor-ში. ჩვენ შევაფასებთ, დაიცავს თუ არა თქვენი ინფორმაცია კანონის ფარგლებში ამ ყველაფერს და სწრაფი ნაბიჯებით შევაჩერებთ ზიანს, რომელიც შეიძლება სამომავლოდ თქვენს ბიზნესს მიადგეს. ამიტომ გელოდებით.